ქუჩების კეთილმოწყობის პარალელურად ბათუმელებისათვის პარკირების ადგილები პრობლემად რჩება. მოქალაქეები ქუჩებში ავტომანქანები კი ტროტუარებზე მოძრაობენ, როგორც ჩვენმა გადამყიდმა ჯგუფმა დააფიქსირა, მოძრაობისა და პარკირების წესებს მძღოლები არა მხოლოდ პარკირების ადგილების სიმცირის გამო არღვევენ. ხშირია ფაქტები, როდესაც მანქანები ტროტუარებზე მძღოლებს უსაფრთხოების მიზნით აღყავთ. მათ ამაში ხელს ეგრეთ წოდებული ბოწკინტების უწყობს, რომლებიც ქუჩისა და ტროტუარის გასწვრივ ნაკლებია, რის გამოც მანქანებს ქვეითათვის განკუთვნილ გზაზე ასვლის საშუალება აქვთ. მოქალაქეებს დეკორატიული ქვები ხშირად საკუთარი შეხედულებების მიხედვით გადააქვთ, რადგან ავტომანქანის სადგომი მოაწყონ. პრობლემაზე განსაკუთრებით ქვეითები საუბრობენ. ვინ აკონტროლებს მძღოლების თვითნებობას, ისჯებიან თუ არა ისინი, ამის გამო და რა პრობლემებზე საუბრობენ ბათუმის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში. ნახეთ დღის მთავარ გამოშვებაში. ქვები შეხედე, განაწილებული ქვები. მაგი იყო ძალიან მაგარი. ადამიანი როცა ჩევს ტროტუარზე ესე მანქანას ხო ფეხი გამოუშვეს ეშლება სიტუაცია და ჩემი აზრით საკმაოდ იყოს ასე და არ მოხდეს ის რომ ადამიანმა უნდა გაიარო ნორმალურად ჩაოლებოთ ჩემი აზრით არის რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში გამოსავალი არის ისე თვითონ ხალხმა და თვითონ ცხოვრება ცნურად აფიქრდეს და როგორ უნდა გააჩეროს იმის გამო რომ ტროტუარზე მანქანა ქვეითს მოსიარულეს ძალიან ეშლება ხელი ქუჩაში გადის და იმიტომ არ მიზაში ტროტუარზე მანქანა გაჩერება მოძრაობა ჩერდება ბავშვით რომ გავდივართ იმაში უნდა გავიაროთ სხვა ქუჩაში და ამიტომ მოძრაობა არ დააჩერებდეს წესით რომ არ არის საკმარისი რომ არ არის საკმარისი რა ვიცი ტროტუარზე მაინც არ უნდა დააყენოს და მონახოს გამოსავალი